მსგავს იმ რესურსის სათავისოდ გამოყენებას, რომლის სინამდვილეშიც, რომლის განვითარებაზეც უნდა იყოს ზრდა. ანუ, კარგით. მოდით ბატონ ზვიასა ისევ გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ. ბატონ ზვია, თქვენ აი ეს შეხვედრები თქვენზე რა შთაბეჭდილებას ახდენს? ისევ ბატონზე მივიდი. არა, თქვენთან არ გამისვამს ეს შეკითხვა. მე მგონი გაქვთ საინტერესო მოსაზრება და გქონდეთ. ამ შემთხვევაში მე თქვენს ასე მასშტაბურად უყურებთ ამ ამბავს, რომ ლეგიტიმაციას ახდენს ის ხალხი პრეზიდენტის, ვინც მიდის იქან. ჩემი მოსაზრებით, ნინო, პრეზიდენტმა უბრალოდ დაიწყო ზომდირება სიტუაციის, გარკვევა. ის შეხვდება ძალიან ბევრ სოციალურ ჯგუფს, ძალიან ბევრს. ის აუცილებლად გავა უახლოეს ხანებში, რეგიონებში. რა შესჭირდება ეს? იმიტომ რომ მოსინჯოს, ყველა მოსინჯოს, მასთან ახლოს დგომი, მასთან დაპირისპირებული ყველა სოციალური ჯგუფი, რომ გააკეთოს რაღაც ისეთი ადეკვატური ნაბიჯი, რომელიც მისი გარკვეულწილად ალბათ ამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იქნება სასარგებლო. 7 ნოემბრის მოვლენების შემდგომ, როდესაც იყო საკმაოდ ისეთი მძაფრი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში და განმუხტვის საშუალება იყო საპრეზიდენტო არჩევნები, უცბად მათი პრეზიდენტობის კანდიდატმა გამოაყენა ისეთი სოციალური ტიპის ლოზუნგები, რომლითაც ჩემი აზრით უფრო მეტად ავნოს საზოგადოებას, ვიდრე წაადგა საზოგადოებას, თუმცა ამან მას მოუტანა ხმები. აი მაგალითად საკასო აპარატების გაუქმება, დროებით შეჩერება, ხო? რაც მე მიმაჩნია, რომ იყო აბსოლუტურად მიუღებელი ნაბიჯი, მაგრამ მან ეს გადადგა და ამით სადა რაღაცა ჯგუფის, რაღაც სოციალური ჯგუფის, ადამიანთა ჯგუფის ხმების მოპოვება. მაგრამ ამით მან ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს მიაყენა ზარალს. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ხო? აი დღეს მაგალითად usmendi იქ რომ მე ნამდვილად არ მინდა იმ გადასახადებით, რომელიც შედის ბიუჯეტში, რომელიც ალბათ უნდა მოხმარდეს უფრო მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებს ქვეყანაში. თავრობა მიყიდოს 50000 ტონა ამონიუმის გვარჯილა და მერე დაურიგოს გლეხებს. ეს არის აბსოლუტურად უაზრო ლოზუნგი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ეს ლოზუნგი იმუშავებს. აუცილებლად იმუშავებს. მაინც აუბრუნდეთ ტენდენციას, თავად თემას ჩვენ აქცევდებით რო გვაქვს. დაარიგებს თუ ვერ ჩაიდება ბიუჯეტში, იმიტომ რომ მაინც სხვა ტიპის პრინციპით დგება დღეს ბიუჯეტი, რაღაც ფორმას მოძებნის, დაურიგებს თეატრებს ფულებს, დაურიგებს წერილებს ფულს. აგ ბატონი გადაუნიშნავს სამხატვრო ხელმძღვანელად, მისცემს ბევრ ფულს, რომ ბევრი კარგი სპექტაკლი დაიდგას იმ თეატრში. ეფექტი ამისგან არ არის. ეს არის არტი და ანუ ვიტყოდი, თქვენ რომ სააკაშვილოს თავის გადაჭრას ცდილობს. კულტურული ხანძრები ჩაქრეს, მაგრამ არის კონცეპტუალური საკითხები, სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხები, იგივე კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის საკითხები, რაღაც ახალი სტრატეგიები, ქვეყანაში გლობალური პრივატიზაციის პრობლემები და უშუალოდ დღეს ემურჰეცი დგას რუსეთში, ხალხი დადგება, ზეგ შეიძლება ისევ წარმოიჭრას მაგისტრალური გასადენის პრობლემა. აი თვალისწინებთ თუნდაც ექსპერტების აზრით რეალურად და არა ის ვინ მივა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. ეს პრეზიდენტთან გასახიდული საკითხია. კი ბატონო, მაგრამ ექსპერტებსაც შეხვდა ის და გაითვალისწინებთ თუნდაც ექსპერტების მოსაზრებას პრეზიდენტი როგორ ატყობს თქვენ? როგორ ფიქრობთ? მე მიმაჩნია და სურვილი მაქვს რომ ასეთი დიალოგი ასეთ თემებზე იყოს უფრო ინტენსიური და უფრო შერეული. სხვათა შორის იმ ექსპერტებისა, რომელიც დღეს გამოირჩევიან პრეზიდენტის მხარდაჭერით, ზუსტად იყოს ეს შერეული ჯგუფი, იყოს კამათი ამ თემებზე, მისი მონაწილეობით, მის გარეშე პერიოდული ჩართვით, იმიტომ რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ის რომ დაუშვათ ვიღაცები შეხვდეს და ისაუბროს. კი ბატონო, მე მესმის ბატონო ჯანსუღრო დაბალია დღეს პენსიები საქართველოში. კი, ანუ ვინ უარყოფს რომ მაღალი არის და ახლა ვამტკიცო რომ მაღალი არ არის მაღალი. და არც ყოფნის ის რა თქმა უნდა რუსულ ცხოვრებას. თუმცა რეალობას რომ პრეზიდენტი მოისმენს ისეთი ადამიანების განსხვავებული ფიქრობენ არ არის. ძალიან მტკივნეული ამ საზოგადოებისათვის ის ყველაფერს გააკეთებს ამისთვის და ეს კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. თუ ეს არის მთავარი, მაშინ ის აუცილებლად ამაზე იმუშავებს, თუ ის დაინახავს რომ ეს არის ხანძარი. რა თქმა უნდა ის შეიძლება აი მოუმატა ხო იანვარში ხუთილარით. ნუ მეტის სახსარი არის. შეიძლება ხვალ მოუმატოს 10 ლარი. მაგრამ ეს არ არის თუ ჩავტვლით თუ პენსიონერს პენსია ეს არის კარგი რაც შემოდის საქართველოში
აგვისტოს მოგონების შემდეგ. ან ის თუ გაიზარდა, მე არა მაქვს ახლა არანაირი კონკრეტული ციფრი და ვერ გეტყვით, შემოსავლების საბიუჯეტო მთლიანად წავიდა სოციალურ ასიგნებებზე. მაშინ ჩვენ სხვა ტიპის სახელმწიფოს მივიღებთ, რომელიც იქნება რეკლამის დრო სულ ცოტა ხნით რეკლამა და შემდეგ აუცილებლად ბატონ ჯანსუხს და ქალბატონ ქეთის მისცეს საშუალება გასცენ ავსიტე აი ამ საუბარს რასაც იყო რეკლამა ჩვენს ეთერში. არა არის კვლავ პირდაპირ ეთერში მე მინდა შეკითხვა დავუსვა ბატონ ჯანსუხ ჩარკვიანს და ქალბატონ ქეთი დოლიძეს გარკვეულწილად ბატონ ჯანსუხ აქ გამოსწორებებიდან გამოვიდა ისე რომ თქვენი ვიზიტის გარკვეულწილად ლეგიტიმაცია გაუკეთეთ პრეზიდენტ სააკაშვილს. თქვენ გიფიქრიათ ამაზე? მე ასე მაგაზე არ მივიდა და მე კიდე გეუბნებით რომ მაყოფილი ვარ შემოსავლით. რაც იქ ვილაპარაკე. ეს იყო ძალიან მთავარი. მაგრამ ერთ რაღაცა მინდა ვთქვა, ეს ქართული მოდელა ჩვენ თავარზე არაფერზე არ გვილაპარაკი აქ. რა არის მთავარი? რა არის მთავარი? მთავარია ჩვენი ერთად ყოფნა. რომ პატივისცეთ ერთმანეთს კი არა, ერთმანეთს. ნუ აი ეს არის მთავარი და ჩვენ სანამ ერთად არ ვიქნებით, არაფერი არ გამოვა. აი ძალიან აქ გთხოვთ, არ ვიცი ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რაღა აქ წაიკითხა და არ დაბეჭდაო ჯერო. გუშინდელი ლექსი მინდა, ლექსის ნაწილი, პრემიერა გვაქვს დღეს. ლექსის ნაწილი წაგიკითხოთ, რო არ შეგაწინოთ თავი, ნახევარია ხა. უწმინდესი თუ გვიშველის. მივავთ გზებით, სისხლიანით, გზებით ჩვენგან შობილით, ჩვენს წინაშე ზის მღიმარი, მტერი, ჩვენი მშობილი, დაიკარგა სამართალი, წინაპართა სამკვიდრო, ეს ქვეყანა გადამთვრალი, სანამ გინდათ ადიდოთ, შეძახილი, სულ ცით გვესმის, 100 მთისა, 100 ტყის, თავარია უწმინდესი რა სიტყვის ის ჩვენ სულში ზის ქართველად ვით არ მამა პაპანი ლოცვა მისი სიმართლეა სიტყვა მისი ლამპარი თვალის პირის გული კვნესის ქართველს თურმე არ ესმის გვესმას ჩვენი უწმინდესის ჩვენი უნეტარესის ეს მინდოდა მე თქვა რა მადლობთ ლექსისთვის ქალბატონ ქეთევან თქვენ დაგისვათ შეკითხვას რაც უკვე დავუსვი ბატონ ჯანსუხს ანუ აქ გამოთქმული მოსაზრებებიდან გარკვეულწილად გამოდის ისე რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ლეგიტიმაცია შეხმატეთ თქვენის ვიზიტით არა მე ასე არ ვიტყოდი აქ ლეგიტიმაციის შემატებაზე ან დაკლებაზე არ არის ლაპარაკი არის როგორც ლაშამ თქვა აბსოლუტური რეალობა შენ როდესაც გამოდიხარ და არჩევნების მერე იძახი და პირდაპირ ეთერში ვიძახოდით ყველა რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ მაგრამ ცხოვრება როდესაც შენ მაგალითად შენ ან ვიღაცა სხვას აბარია გარკვეული რაოდენობა ხალხის საქმის შენ უნდა აკეთო ის საქმე ისე რომ შენ არ შეგრცხვეს მერე და მერე ყველაფერი კი არ უნდა გამოიყენო როგორც ყველა გვაბრალებს ახლა და ის იმას შეხვდა ამას შეხვდა ხვალ უფრო მეტ შეხვდება შეიძლება ზეგ კიდევ უფრო მეტ შეხვდეს იგნორირება და დიალოგის იგნორირება არასოდეს არ მიმაჩნია სწორედ მით უმეტეს რომ იმდენი პოლიტიკოსი ვივიდა მასთან წამოვიდა ერთად იკრიბებიან მერე იშლებიან მერე ისევ ერთად იკრიბებიან რომ აქ ლაპარაკი იმაზე უნდა წავსულიყავით თუ არ უნდა წავსულიყავით ჩემში არასოდეს არ იწევდა ეჭვს. ყველაზე გამწარებულ დროს რომ დავედარებინეთ, როდესაც სასახლის წინ ვიდექი და მაშინაც შეუთვალე, არ ვიცი მიუტანეს თუ არა ამბავი. 2 ნოემბერი იყო და მაშინ შეუთვალე, მე არა ვარ ისე ახლოს, რომ ვიღაცის პირდაპირ მივიდე და ვიღაცა